შუა ზაფხული იყო. მინდვრები და ქედები გოლუას სულთლად გადაეწნა და ფერი ეცვლებინებინა. სიცხისგან ქანდაწყვეტილი მეურმეებს ეძინათ. ყურედან ორი ყმაწვილი გამოვიდა გზაზე. ორივე სტანზეც სალათის მაუდის კურტკები ეცვათ. ერთს მათგანს თავზე ეხურა უშველებელი ჩერქეზული ქუდი. მეორეს ეხურა სალდათური უწინდებური უკაზიროკო ქუდი. ჩერქეზულ ქუდიან 16-17 წლისა იქნებოდა. მეორე ან 14-ისა ან 15-ისა. უფროსის სახე არ იყო ძალიან მარილიანი. მეორე, უმცროსი, უფროსდა გვანდა კიდეც და არსა გვანდა, მაგრამ უფრო მარილიანი. წარშეკრული და გულდახურული. თითქოს რაღაცას ითმესოდა თავისთვის ძალასატანსო. შინაგანი ამღვრელობა არავის ამცნოსო. უფროსმა, რომელსაც ბეჟანი ერქვა, მათი ისტორიის მოყოლა გადაწყვიტა. მისი თქმით, ისინი თავადიშვილები იყვნენ, რომლებიც ერთმა რუსმა მოატყუა და გაძარცვა. როცა ის ამ ამბავს მეურმეებს უყვებოდა, უმცროსი გაღიზიანებული ჩანდა. ბეჟანმა ისიც მიაყოლა, რომ ორი დღის უჭმელები იყვნენ. ამის გაგონებაზე ერთ-ერთდროულ მეურმეს, პეტრეს, ახალგაზრდა ბიჭები შეეცოდა და მათი ამბავი გულზე მოხვდა. ამიტომ გადაწყვიტა, რომ ისინი კარგად გამოეპურებინა და მასთან დაეტოვებინა ერთი ღამით. უმცროს წარბი გაეხსნა, მროღრუბულ სახეზე რაღაც სიამოვნების ფერმა გადაკრა. იმავე დღეს, გლეხის ვახშმობის დროს, ამ მეურმეებმა თითო-თითო ღერი შეშა გადმოიღეს ულმებიდან და ცეცხლი დაანთეს. პეტრემ შეწვა მწვადი თავის პატარა სტუმრებისათვის და როგორც შეეძლო გაუმასპინძლდა. ვახშამის ჭამეს, დაღალულნი მეურმეები დაეყარნენ და ძილს მიეცნენ. პეტრემ ყმაწვილებს ქვეშ გაუშლა თავისი ნაბადი და თვითონ მიწაზე დაიცინა. მომდევნო დილას მეურმეები აიშალნენ, მაგრამ ჩვენმა პეტრემ თავისი სტუმრები თავის ადგილას ვეღარა ნახა. მიიხედ მოიხედა და თვალი ვეღარსაც ვერ მოჰკრა. ჯიბეებს ხელი მოკიდა და მოჭრილი დახვდა. გაეცინა. მიხვდა, რომ ბიჭებმა გაქურდეს და მოატყუეს. ეს ამბავი თავის იბერეს დააბრალა და ბიჭებზე არც გაბრაზებულა. 4 წლის შემდეგ პეტრა მეურმეობას თავი დაანება და მისი ადგილი მისმა ვაჟიშვილმა დაიკავა. ერთხელაც პეტრე ქალაქში მოხვდა და ალაბრის მოედანზე აღმოჩნდა, სადაც მან ჩამორჩების შესახებ გაიგო ამბავი. პეტრე თავის დღეში არ შესწრაფი ამ სანახაობას, ამიტომ ინტერესმა ზლია. როდესაც მახათასთა და მივიდა, მან უამრავი ადამიანი დაინახა, ქალიც და კაციც. გაუკვირდა კიდევაც, რადგან ამდენ ადამიანს არეულობდა ჩამორჩების ცელის საყურავად. ბოლოს იმ აზრზე დადგა, რომ სწორედ ტყუილი და თვალთმოქცევა იქნებოდა ეს ამბავი. ბევრს ფიქრობდა ამაზე, როდესაც უეცრად ჩინოვნიკმა რუსულ ფარაჯაში გახვედა დამრჩა სარჩობელასა მიიყვანა და ჯალად ჩააბარა. თამაშები 20 სათუ 21 წლის ყმაწვილი ბიჭი იყო. წვერულაში ახლა გამოშვებული ქონა და ლეკურად დაყენებული. პეტრს რაღაც ფიქრმა გაორბინა გულში. თითქოს საიდანღაც ეცნობოდა ეს ახალგაზრდა. ჩამორჩების წელს მაინც არ უჯერებდა ვინმესთვის კითხვას დასმასაც ვერ ბედავდა და აცინვის ეშინოდა. პეტრეს ეგონა, რომ საზოგადოება მის გასაბრიყვად შეიკრიბებოდა და ამხელა წარმოდგენას მის შესარცხლად გამართავდა. ამიტომაც სიტუაციის სისუსტეზე არავის დაეკითხა. ამასობაში ის ფარაჯაში გახვეული ბიჭი მიიყვანეს და სარჩობელას ქვეშ დააყენეს. სამხრო მღვდელი მოუდგა, მეორე მხრივ ვიღაცა ჩინოვნიკი. წილოპერანკა ჯალათი უკან ედგა. მღვდელმა ბიჭის აღსარებად ჩაიბარა. შემდეგ ფარაჯაში გახვეულს გახადეს ფარაჯა. გადააცვეს თეთრი პერანგი თავიდან ფეხებამდე. ჯალათმა თავი გააყოფინა ყლუფში, გამოაცალა კიბე და ჰკრა ხელი. ხალხმა ერთი ღმად და ყრუ დამოიქშინა. ისე როგორც ამოიქშენს ხოლმე უეცრად ცხელ წყალ თავგადასხმული. დიდხანს იქნია საწყალმა ფეხები. ხალხი წუთის წინათ სულგანაბული, ეხლა მხიარულად ყაყანებდა და ლაზღანდარობდა. ყველამ თავის სახლისაკენ გასწია სრულიად კმაყოფილმა, რომ ეს სამარცხინო და გულისამანზენი თამაშა ნახა. პეტრე მიიხედ მოიხედა და ნახა, რომ აღარავინ რჩება აქ. ის გაოცდა, თუმცა საკუთარ თავს ვაინც არწმუნებდა იმაში, რომ ახლა წარმოდგენის მოწმენი იყო. სხვაგვარად რომ ყოფილიყო, საზოგადოება უფრო მძიმედ განიცდიდა ამ ამბავს. თუმცა გულში მაინც არ ასვენებდა ის აზრი, რომ აქ შესაძლოა სიმართლის ნატამალიც იყოს. ჯერ მივიდა კიდეც ქალაქელებთან ამბის საკითხავად, მაგრამ შერცხვენს ეშინოდა. ყოველივე ამის შემდეგ პეტრემ თავი შეკავება და დუქანში შესვლა გადაწყვიტა. დაჯდა თუ არა, თითქოს ფეხ და ფეხ მოჰყავი შემოვიდა ერთი ნაბაჯში გახვეული ყმაწველი კაცი. პეტრემ ეს ყმაწველი საიდანღაც იცნო, თუმცა ვერ გაიხსნა საიდან. მზემ კარგად გადიხარა ჩასავლისაკენ. პეტრე წამოდგა და იმ ბიჭის უამბობით წყურვილ მოუკლელი მივიდა. მედუქნეს გაუსწორდა და შენობა დატოვა. ჯერ ბაკებამდე კიდევ კარგა მანძილი იყო, რომ უეცრად უკანიდან ვიღაცა მხარზეთ ხელი დაჰკრა. პეტრე მობრუნდა. დაინახა ისევ ის ნაბაჯში გახვეული ტანად მაღალი ყმაწველი ბიჭი, თვალებზე თქუ ჩამობხატული. ყმაწვილმა პეტრეს წიგნი გადასცა და უთხრა, რომ ყველაფერს ამ წიგნიდან შეიტყობდა. თვითონ კი უკან გაბრუნდა. გაოცებულმა პეტრემ არ იცოდა რა ექნა. თვითონ კითხვა არ იცოდა, ამიტომ მის ვაჟთან მივიდა. ვაჟი გაოცებული იყო მამით, რადგან ვერ გაეგო რა მააფორიაქა ის. პეტრემ შვილს წიგნი მიაწოდა, რათა ის წაეკითხა.
წიგნის გახსნასთან ერთად მისგან გარკვეული თანხა გადმოიყარა. თუმცა პეტრეს ახლა ეს მატერიალური მხარე არ ადარდებდა. დაინტერესდა თუ რა ეწერა წერილში. წერილში ეწერა, რომ ბეჟანისა და მისი ძმის მამა ღარიბი აზნაურის იყო, რომელიც პატარაობაში გარდაეცვალათ. მათი დედა მალევე თავიდან გათხოვდა ბიჭების მამინაცვალზე, რომელიც საშინელი ადამიანი იყო. მან მამისგან დარჩენილი რაც კი ჰქონდათ ბიჭებს ყველაფერი გაყიდა და ბეჟანი და მისი ძმა უპატრონოდ დატოვა. ბავშვობაში ბიჭები სულ მშემწყურვალი დაიხეტებოდნენ და მამენაცვლიდან დაწყებული შინამოსამსახური დამთავრებული ვისაც შეეძლო ყველამაც სცემდა. როდესაც ისინი ცოტათი წამოიზარდნენ, მამინაცვალმა თავიდან მოიშორა და სალდათის სკოლაში თუქურმიშაზე მიაბარა, თუმცა მათი ქცემა ტყეპა უკვე ვეღარ აიტანეს და ამიტომ გამოიქცნენ. თავის ძველ სახლში დაბრუნება რომ სცადეს გამოაგდეს და ერთი ღამის ბინაც არ მისცეს. მათზე გული არავის შეტკიოდა. ისინი ქალაქში გაბოროტებულებით ჩავიდნენ და გადაწყვეტილი ჰქონდათ ყველაზე შური ეძიათ, ვინც მათ უბედურებას უყურებდა, მაგრამ ხმას მაინც არ იღებდა. სწორედ იმ დროს 4 წლის წინათ ისინი შეხვდნენ პეტრეს. ორივე 2 დღის უჭველები იყვნენ. ბეჟენმა იმ დღეს ბევრი ტყუილი თქვა, რაც მის ძმას ძალიან წყინდა, მაგრამ ვერაფერი გააწყო. პეტრეს კეთილმა საქციელმა ბეჟანის ძმას ძალიან მოულბო გული და გულის ტკივილით უყურებდა თუ როგორ აჭრიდა ბეჟანი მის ჯიბეებს, თუმცა ხმა არ ამოუღია. ამის შემდეგ ერთი დღეც არ გაუტარებიათ ისე, რომ ვინმე არ გაეძარცოთ. 2 წლის წინ ისინი ბედმა მამინაცვლის სახლში მიიყვანა, სადაც ის შემოაკვდათ. ბეჟანის ძმა მოასწრო გამოგცევა, თუმცა ბეჟანი დაიჭირეს. უმცროსმა ძმამ საკუთარი თვალით უყურა, თუ როგორ არჩევდნენ მის ერთადერთ ძმას და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ულმობლად უყურებდა სეირს. იმ მომენტში მის გულში მდებარე ერთადერთი პატარა ძარღვი ჩაწყდა. ის საბოლოოდ მოწყდა ხალხს. მან პეტრეს მოპარული თანხა 1000-ად დაუბრუნა. მისმა გულკეთილობამ მას ტკბილი ნაღველი ჩაუსახა გულში, რომელიც იცის, რომ მალე გაქრება. ბეჟანის უმცროსი ძმის აზრით, პეტრეც იმ სასტიკი საზოგადოების წევრია, რომელმაც მისი ძმა არ დაიდო და ისიც, როგორც სხვები ვალდებული, პასუხი აგოს თავისი ქმედებისთვის.